მოგესალმებით ყველას გრიმუარის არხზე. კვლავ დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ამჯერად ვიდეოს ეწოდება სამყარო სამართლიანია 2. 2, იმიტომ რომ როგორც პირველ ნაწილში ვახსენე, ეს საკითხი გავყავი ორ ნაწილად, თუმცა შესაძლოა რა თქმა უნდა მომავალში კიდევ დავამატო ნაწილები და მივიღოთ ესეთი მცირე რუბრიკა ამ ყველაფრისაგან. დღესაც კვლავ ვისაუბრებ სამყაროს სამართლიანობაზე, სამართალზე ზოგადად სამყაროში, რა თქმა უნდა ეზოთერული თვალთახედვით და არა იურიდიული და ამ შემთხვევაში ოღონდ ვიდეო მიეძღვნება არა სურვილების თემას მაგალითად, რომელიც განვიხილეთ პირველ ნაწილში, არამედ უფრო მეტად ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გარკვეული სახის დანაშაულებები, როგორიც არის დასჯა სამყაროს მხრიდან, საზღაური, სასჯელი თუ ასე შემდეგ. მე სიტყვით აქ უკვე ვეხებით პირდაპირი გაგებით სამართლიანობას და იმას თუ როგორ აღავლენს სამყაროს სამართალს, რით განსხვავდება სამყაროს სამართალი ან ღვთაებრივი სამართალი ადამიანურისაგან და ასე შემდეგ. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი ვიდეოს თემა. და ვიფიქროთ ხმამაღლა, უბრალოდ მე ვიფიქრებ ხმამაღლა თქვენთან ერთად. მაშსადამე, სანამ გადავალთ იმის ახსნაზე თუ როგორ მოქმედებს სამყაროს ეს დასჯისა და დაჯილდოების მექანიზმი, როგორ ხდება ეს პროცესი, მოდით განმარტოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ადამიანური გაგება სამართლის და სამყაროსეული სამართალი, თუ გინდათ უწოდოთ მას ღვთაებრივი ან კოსმიური სამართალი. ადამიანური სამართალი ძირითადად ეყრდნობა ადამიანის პირად პერსონალურ გამოცდილებას, რაც მარტივად რო ვთქვათ, გულისხმობს იმას თუ რა ტიპის გამოცდილება და ცოდნა გააჩნია ადამიანს, როგორ გრძნობს ის თავს, რას განიცდის და რა ხდება მის თავს. მარტივად რო ვთქვათ, მსიამოვნებს მე რაღაც თუ არ მსიამოვნებს, მომწონს ეს თუ არ მომწონს, კარგად დასრულდა საქმე ჩემთვის თუ ცუდად. ძირითად შემთხვევებში მარტივი ადამიანი აზროვნებს შემდეგნაირად, რომ აი მე ასე მგონია. მე განვიცდი ამას ასე და მორჩა, ესე იგი ეს არის ჭეშმარიტება. მარტივ ადამიანს გონია ხოლმე, რომ თუ კი მის თავს ხდება რაღაცას, რა თქმა უნდა, არის უსამართლო, მაგრამ თუ კი სხვის თავს ხდება, ეს ზოგ შემთხვევაში მისთვის არის სამართლიანი და მისაღები. ხოლო თუ ჭკუას მოუხმობს და გაიმარჯვებს გონება, შეიძლება მიხვდეს, რომ სხვის თავს თუ კი ხდება რაღაც, ესეც არ არის სამართლიანი და კარგი ზოგ შემთხვევაში. მაშსადამე, პირველი საკითხი არის, რა თქმა უნდა, პერსონალური გამოცდილება. შემდგომ ადამიანის სამართლის გაგებასა და აღქმას განსაზღვრავს ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე დასჯისა და დაჯილდოების პრინციპს. დასჯა და დაჯილდოება, ვფიქრობ, მარტივია, ჯილდო არის ის კარგი რაღაცები, რასაც ვღებულობთ, სიამოვნება, დასჯაც ხადია არის უსიამოვნო. და რა თქმა უნდა, ეს არის კულტურული ნორმები, რელიგიური ფონი, კანონი, სოციალური სტანდარტები, მორალი, ეთიკა და ასე შემდეგ და აგრეთვე ეგოს იდენტობა. ნახეთ როგორი რაღაცა კულტურული ფონი, რელიგია, სიტუაცია ქვეყანაზე დაუშვათ, ხო, ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას თუ რა ითვლება ამ წუთში აქტუალურად და რა ტიპის ჩარჩოებითა და ნორმებით იმართება სოციუმი ამჟამად. მაგალითად, რაც ითვლებოდა ნორმალურად მეორე საუკუნეში, თანამედროვე ადამიანისათვის იქნება განმაცვიფრებელი. თუნდაც აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ადრე ადამიანები ჩვეულებრივად დადიოდნენ ქუჩაში ხმლებით, ხანჯლებით, დამბაჭებით, ხო, დღეს ასეთ რაღაცას ვეღარ ვნახავ. შესაბამისად, ის რაც ადრე იყო ნორმალური, დღეს აღარ არის ნორმალური. ელემენტარულად დავიღოთ მაგალითად სისხლის აღების წესები, ხომ, დასჯის, ვენდეტას წესები, ადათები და ტრადიციები. ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, გადავხედოთ სულ ახლანდელ ისტორიას, სულ ახლო წარსულს და შევხედოთ სვანეთის ისტორიას, ხომ, მსოფლიოსაც რო არ გადავწვდეთ. რა ხდებოდა მან, ხომ, მაგალითად. სისხლის აღებაზე მაქვს საუბარი. მაშინ ეს ითვლებოდა ნორმალურად. დღეს უკვე ესეთი სტანდარტები ადამიანისათვის აღარ არის დამაკმაყოფილებელი. იმასთან ერთად, რომ ვითარდება ცივილიზაცია, ადამიანი ვითარდება ინტელექტუალურად, მაშასადამე ასევე ვითარდება მორალურადაც, სინდისიუ ვითარდება, რომელსაც მე პირადად ღვთაებრივ ნაწილაკს უწოდებ და იმას, რითიც ჩვენ განსხვავდებით ცხოველებისაგან, ამასთანავე სამყაროც ვითარდება და ის სამყაროს დიდი მექანიზმებიც ადაპტირდება. შესაბამისად, თუ კი ადამიანი რაღაცისათვის ისჯება დღეს,
ის ამისათვის არ დაისჯებოდა მეორე, მესამე ან ჩვენი წელთაღრიცხვით პირობითად მე-10 საუკუნეში, იმიტომ რომ მაშინ ესეთი წესები უბრალოდ არ არსებობდა. სიტუაციაც განსხვავებული იყო. ასე რომ მარტივად ვთქვათ, სიტუაცია და ფონი განსაზღვრავს იმას, თუ რა არის სამართლიანი და რა არ არის სამართლიანი. ისევე როგორც გარემოება, ხომ? ხო, მაგალითად დღისით მზისით შენ რომ მოკლა ადამიანი, ცხადია. ეს არ არის სამართლიანი და არ არის სწორი, მაგრამ აბა, მოდით შევადაროთ სიტუაციურად ეს ყველაფერი სხვა გარემოებას, მაგალითად მაშინ, როდესაც თავს გესხმის მძარცველი, ან მაშინ, როდესაც ომში ხარ, ხო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მკვლელობა აბსოლუტურად გამართლებულია. ერთ სიტყვით, პირველ რიგში ჩვენ რა მექანიზმითაც ვართ მართულები, ეს არის რეციპროკულობა. თუ შენ მე მატკინე, ესე იგი მეც უნდა გატკინო. ეს არის ძირითადად ადამიანებისათვის სამართალი. შემდგომ ეს არის მიმოცვლის ბალანსი, ანუ თუ კი მე რაღაცა გავეცი, ესე იგი ვიმსახურებ, რომ რაღაც მივიღო შენგანაც. ეს არის გარკვეული მორალური კატეგორიები, კატეგორიზაცია და კლასიფიკაციები, როგორიც არის ცუდი, კარგი, სწორი, არასწორი, მორალური, ამორალური. კარგი და უფრო კარგი და ასე შემდეგ. და ეს არის რა თქმა უნდა სოციალური თვითგადარჩენის მექანიზმი. სოციალური თვითგადარჩენის მექანიზმი გულისხმობს იმას, რაც ინარჩუნებს სოციუმში, ტომში, ქვეყანაში სიმშვიდეს. ანუ ეს არის შეთანხმებული წესები იმისათვის, რომ ჯგუფმა შეძლოს თანაარსებობა. იქნება ეს 10 კაციანი ტომი თუ 10 მილიონიანი ქვეყანა არ აქვს მნიშვნელობა. აი რაც შეეხება სამყაროს სამართალს, სამყაროს სამართალი სულაც არ არის ამდენად სუბიექტური და უფრო მეტიც. მას არ გააჩნია არავითარი ემოციური აღქმა ამ პროცესებისა. ხანდახან ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ სამყაროს შევეცოდებით, რომ ღმერთი გვიყურებს და გონია, რომ მოდი, აი ამას მოდი შევარჩინოთ და იმას არ შევარჩინოთ. ასეთი რამ არ ხდება. სამყაროს შემთხვევაში სამართალი არ გულისხმობს იმას, რომ მე შენ დაგჯი, ან შენ დაგემართება. ეს არის ადამიანური გაგება. სამყაროს შემთხვევაში ყველაზე ახლო განსაზღვრება, რაც კი შეიძლება გავიხსენო, არის ალბათ მიზეზ შედეგობრიობა, ანუ შენ რაღაცა გააკეთე და ამას მოყვა გარკვეული ეფექტი. პირობითად თუ შენ გადადგავ ამა და ამ ნაბიჯს, მას შესაძლოა მოყვეს ასეთი და ასეთი სიუჟეტის განვითარება. ეს არის მიზეზ შედეგობრიობის კანონი, ეს არის ენერგიის შესაბამისობის, კოჰერენციის, კოჰერენტულობის კანონები და ასე შემდეგ. რაც გულისხმობს არა იმდენად იმას თუ რა არის სწორი ან არასწორი და არც იმას თუ რისთვის დაგჯიან, არამედ იმას თუ რა გზით აღადგენს სამყარო ბალანსს. იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი მოქმედებს ამ პრინციპით. ფიზიკის კანონები პრინციპში ამას ხსნის ყველაზე კარგად. აი ნიუტონის კანონი გავიხსენოთ ერთ-ერთი, ქმედებას მოყვება უკუქმედება, ხომ? ანუ შენ თუ კი რაღაცას გააკეთებ, ამას მოყვება უკუქმედება. ეს უკუქმედება იქნება შენთვის სასიამოვნო თუ შენთვის უსიამოვნო, აი ეს არის უკვე დიდი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, სამართლის გაგება სამყაროს გაგებით, ესე ვთქვათ, ღვთაებრივი გაგებით, უფრო მეტად არის ახლო იმასთან, რასაც აღმოსავლელი ფილოსოფოსები უწოდებენ კარმას. კარმა არ არის სასჯელი, კარმა ეს არის დაგროვილი გამოცდილება, რომელიც, მოდით ესე ვთქვათ, სულიერ ბარათზე გვერიცხება ქულების სახით. და მერე აქედან გამომდინარე ხდება რაღაც. ანუ ეს არის ეფექტი, რომელიც აქვს ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს მომავალზე და ჩვენს აწმყოზე. ეს არის ეკო, ეს არის ხმა, რომელსაც გამოსცემს ჩვენს მიერ დაკრული ტაში, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაკვალევი, რომელიც დატოვა ჩვენმა ფეხმა. იმედია გასაგებია ასეთი შედარება. მარსადამე, როდესაც სამყარო ერთი სიტყვით აღავლენს სამართალს, როდესაც ის აღადგენს ბალანსს, ის არ ფიქრობს ადამიანის მსგავსად, რომ აი შენ ეს დაიმსახურე და მოდი ახლა ამას გაგიკეთებ. არა. მის შემთხვევაში არის მარტივად საქმე. აი ეს მოხდება. ეს არის გაგრძელება პირველი ნაბიჯის. ეს არის გაგრძელება იმ ისტორიის, რაც ამ ყველაფერს უსწრებდა წინ. შესაბამისად, აქ ახლა მივდივართ შემდგომ თემამდე. სამყაროს სამართალი რომ გავიგოთ, უნდა შევხედოთ სიტუაციას უფრო მასშტაბურად და არა პერსონალური და ეგოცენტრული გადმოსახედიდან. ახლა ჩვენ შეგვიძლია უკვე განსაზღვროთ თუ როდის ისჯება ადამიანი რაღაცისათვის და როდის არ ისჯება. ადამიანი ისჯება იმ შემთხვევაში, თუ კი ის აღძრავს ქმედებას, თუ კი ის აღძრავს
დისბალანსს, დისონანსს, ენერგეტიკულ რხევას, რომელიც არღვევს გარკვეულ ნორმებს, გარკვეულ ესე ვთქვათ ჰარმონიასა და ბალანსს, რომელიც არსებობს სამყაროში. ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოთ დადებითი სურვილითაც კი, ან აბსოლუტურად ნეიტრალური სურვილითაც კი. და შემდგომ იქიდან წამოვა უკუცემა. მოდით წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, ავიღოთ ესეთი მარტივი სურვილი. მინდა რომ მოვიდეს წვიმა. თითქოს რა არის, ხო, ძალიან მარტივი სურვილია. მოდი ახლა მე ჩავატარებ რიტუალს, გამოვიძახებ წვიმას, წვიმის შელოცვით და გამიხარდება რა. რატო გამიხარდება? ალბათ იმიტომ რომ მომწონს წვიმა, მომწონს ნისლი, ღრუბლიანი ამინდი, ხო? ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად თქვა ვიღაცამ გადაწყვიტა ესეთი რამ. როგორი უწყინარი სურვილია, ხო? და როგორი ისეთ სახალისო ექსპერიმენტი, იმიტომ რომ რაღაცას ადამიანი გააკეთებს, წაიკითხავს შელოცვას პირობითად ლათინურად ან ფრანგულად და მოვაწვიმა, საოცრება. მაგრამ აბა მოდი დავფიქრდეთ, რას გამოიწვევს ეს წვიმა უფრო მასშტაბურ დონეზე, ეგოისტურ დონეზე თუ შევხედავთ ადამიანის სუბიექტური თვალით ამ ყველაფერს. გამოიწვევს უბრალოდ იმას, რომ ეს ადამიანი დაჯდება აივანზე, დალევს ყავას ან ჩაის და დატკბება წვიმით. მორჩა. მაგრამ მასშტაბურ დონეზე როგორი სიტუაცია? შესაძლოა პიროვნება, მაგალითად შენი მეზობელი, რომელსაც ძალიან ეჩქარებოდა სადღაც წასვლა, მოულოდნელად აღმოჩნდეს ავტომობილით წვიმაში ან თოვლში. მას კი არ აქვს კარგი საბურავი, შესაბამისად შეიძლება მანქანა მოუცურდეს. უკვე რამხელა პრობლემაა ერთი ადამიანის ცხოვრებაში. თქვათ მეორე პიროვნებამ შეიძინა ლამაზი ზამშის ფეხსაცმელი, უნდოდა ამ ზამშის ფეხსაცმელით და თეთრი პიჯაკით პაემანზე წასვლა და გაწვიმდა. ზამშის ფეხსაცმელიც გაფუჭებულია, პიჯაკიც ფაქტობრივად გადასაგდებია, ხო? მეორე შემთხვევა უკვე ცუდი. და კიდევ უფრო უარეს შემთხვევებში შეიძლება მოხდეს წყალდიდობა, შეიძლება მოხდეს წარღვნა, შესაძლოა მაგალითად რომელიმე კაშხალზე, რომელიმე მდინარეზე, რომელიმე არხზე შეიქმნას პრობლემები, ხომ? ანუ აი ერთი პატარა უწყინარი სურვილიდან გავედით რამხელა ზიანზე, ხო, ფაქტობრივად. ანუ პოტენციურად შეიძლება ეს წვიმა ცუდად შეეხოს ძალიან ბევრ ადამიანს და ახლა რომ დავფიქრდეთ, ეს ერთი პირობითად ვანო, რომელმაც გამოიძახა წვიმა, ამხელა უკუცემას გაუძლებს. რა თქმა უნდა, ეს მისთვის ძალიან უსიამოვნოდ შესაძლოა დასრულდეს ცუდ შემთხვევაში. შეიძლება არც დასრულდეს ცუდად, თუ გაუმართლა და თუ კი ეს წვიმა არ მოვიდა, ან თუ კი ეს წვიმა იყო მსუბუქი და არავინ დააზიანა, მაგრამ პოტენციურად ჩვენ მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზე დიდ მასშტაბურ დონეზე, რას იწვევს ჩვენი ქმედება. აი ეს არის უკვე ის სამართალი, რაზეც არის საუბარი. შესაბამისად, ადამიანი ისჯება იმ შემთხვევაში, თუ კი ის აღძრავს დისბალანსს. თუ კი ის დისბალანსს არ იწვევს, ის არ დაისჯება. მეორე შემთხვევა. რა გზით შეიძლება დაისაჯოს ადამიანი? რა გზით შეიძლება მოვიდეს მასთან საზღაური? ზოგადად მოდით იმაზე შევთანხმდეთ, რომ პასუხი ეს უკუცემა არ მოდის აუცილებლად მომენტალურად. თუ კი ადამიანი რაღაცა ცუცს შადის, რაღაც ბოროტით, მზაკრულით არის დაკავებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ხვალვე დაისჯება. ხშირად აქვს ხოლმე რა ესეთი მოლოდინი, რომ აი ნახე ის პიროვნება მაგალითად ქურდობს, ან ეს პიროვნება ბიზნესების მიტაცებითაა დაკავებული, ან ეს პიროვნება შავი მაგიითაა დაკავებული, რატო არ მოკვდა? ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ რატო მაინც და მაინც უნდა რაღაც დაემართოს ფიზიკურად, ხო, ან რატო უნდა მოკვდეს ადამიანი. აი დაფიქრდით ახლა თქვენ მაგალითად რომ გადაკვეთოთ თქვათ გზაზე რაიმე ხაზი ან მაგალითად შუქნიშანზე რომ გაიაროთ წითელ შუქნიშანზე, ხო? ამისთვის უნდა მოკლან, ეს ხო სამართლო იქნება. თუმცა 50 ლარიანი ჯარიმა ან 100 ლარიანი ჯარიმა სავსებით სამართლიანი იქნება. ამიტომ ნახეთ, მსგავსად კანონისა სამყაროშიც არსებობს გარკვეული ბალანსი. და ჩვენ ყოველთვის ღებულობთ იმის ტოლსა და სწორს, რაც აღძარით. სხვანაირად არ ხდება. შესაბამისად, თუ კი ვიღაცამ გაწყენინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანს უნდა რაღაც დაემართოს ფიზიკურად აუცილებლად. ან სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი ამ ადამიანის თავს რაღაც მოხდება, ეს იქნება მატერიალური ზიანი, იქნება და ეს სულიერი ზიანია, ან მენტალური, ან ფსიქიკური ზიანი, ხო, იქნება ემოციური ზიანია, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავ. და რომც იყოს ფიზიკური ზიანი, ვინ თქვა რომ მტერი დადგება და მოგიყვება, რომ აი მე შენ რო გაწყენინე, მაშინ ახლა ესე და ესე დამემართავ, ხო, ეს აბსურდია. და რა თქმა უნდა, ის რაც უკვე აღნიშნე, მომენტალურად ეს დიდი ალბათობით არ მოხდება. არის შემთხვევები, როდესაც კარმა მომენტალურად მოქმედებს,
ამერიკელებს უყვართ ხოლმე თქმა ასე instant karma, მომენტალური karma. მაგრამ ეს არის იშვიათ შემთხვევები, ყოველთვის არ ხდება. და სხვათა შორის უფრო კარგია რომ მომენტალურად მოხდეს, შენთვის თუ დამნაშავე ხარ, ვიდრე მე ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებ. ერთ სიტყვით, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი არ დაისაჯოს? ნახეთ როგორი რაღაცაა. რა გზით მოდის სასჯელი? მოდით ჯერ ამაზე ვისაუბროთ. სასჯელი შესაძლოა მოვიდეს, რა თქმა უნდა, რაიმე პროცესის შედეგად, ხომ? ეხლა სამყარო, მოდით ეს წარმოვიდგინოთ, სამყარო ცოტა აბსტრაქტული სიტყვა. აი მაგალითად, რომელიმე ანგელოზი ხო არ ჩამოფრინდება ციდან და ხო არ განგმირავს ცეცხლოვანი מחვილით, ხო? ან რა ვიცი, ღმერთი ხო არ გამოგეცხადება და ის ხო არ დაგჭის. ცხოვრებაში უნდა რაღაც პროცესები დაემთხვეს, ხო? უნდა მოხდეს სინქრონიზაციები, მოვლენები, რომელიც შენ მოგიტანს ამ და ამ შედეგს. მაგალითად, უნდა ბანკში მოხდეს ხარვეზი, რის გამოც შენ ვერ შეიტან კრედიტის თანხას დროულად, მერე დაგეკისრება ამის გამო ჯარიმა, ხომ? კი ბატონო. მაგრამ ნახეთ, ძალიან ხშირად ჩვენამდე მოდის შედეგი რა გზით? ადამიანების გზით, ხომ? კარგი შედეგიც და ცუდი შედეგიც. ბარაკა მოინდომე და ფული, კლიენტი მოვიდა. ანუ ადამიანის ხელიდან მოვიდა, ხო, ის ფინანსური ენერგია შენამდე. ანალოგიურად თუ კი შენ რაღაცა ცუდი ჩაიდინე, დიდი შანსია რომ ის სასჯელი მოვიდეს შენამდე ადამიანის სახით. მაგალითად გარეწრის სახით, რომელიც მოგატყუებს და გადაგაგდებს. მაგალითად ცუდი პარტნიორის მოძალადე ქმრის სახით. მაგალითად, რა ვიცი, ქურდის სახით, რომელიც ბინას გაგიძარცვავს, გაგიქურდავს, აგართმევს რაღაცებს, ხომ? ანუ ხულიგანი ბავშვის სახით, რომელიც საქარე მინას ჩაგიმტრევს მანქანაზე. ხშირად მოდის სამყაროსგან სასჯელი ადამიანების სახით. და სხვათა შორის ზოგ შემთხვევაში მოდის იმ ადამიანების სახით, ვინც არის დაკავებული შავი მაგიით. და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თუ კი ამ ადამიანში ის დანაშაულებრივი ქმედება აღძრა გარკვეულმა სამყაროს ბალანსის აღდგენის პროცესმა, ის უკვე აღარ არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც მოქმედებს თავისი პირადი ინტერესით. გარკვეულწილად კი, მაგრამ ნაკლებია იმის შანსი, რომ დაისაჯოს ისე, როგორც ის დაისჯებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თავისი ინიციატივით გადადგამდა ნაბიჯს, მიხვდით? ანუ ძირითადად აქ მოქმედებს ასევე ის პრინციპი, თუ ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი და რამდენად მოხდა გადამეტება ძალის. თუ კი ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში, ან თუ კი ეს ადამიანი ჭყალებს შევთქვა და ღმერთმა გამოგიგზავნა, იმ ადამიანს არაფერი არ დაემართება ამისათვის, იმიტომ რომ ის ადამიანი კი არ არის უბრალოდ დამნაშავე, ის არის შენი გაკვეთილი. ახლა კი რაც შეეხება თვითონ ასე ვთქვათ, ამ კარმისა და სასჯელის ამოქმედებას, დროსა და ვადებს, რაც დარწმუნებული ვარ ყველას გაინტერესებთ. ნახეთ როგორი რაღაცა ახლა, რა თქმა უნდა, ზუსტი განსაზღვრება იმის თუ როდის მოხდება ეს ყველაფერი შეუძლებელია ვიქონიოთ, არ არსებობს ესეთი რამ და რომც არსებობდეს. ნახდათ არავინ არ ჩაგვაყენებდა საქმის კურსში ზემოდან, თუმცა ჩემი დაკვირვებებით არის რამდენიმე ესეთი ვადა, რამდენიმე ჩარჩო, რომელშიც შესაძლოა მოვიდეს საზღაური. პირველი, რა თქმა უნდა, განიხილება მომენტალური კარმა, რომელიც იმ წუთშივე ხდება, ვთქვათ, 1 საათში, ან მეორე დღეს, ვთქვათ, 1 კვირის ვადაში, ანუ უახლოეს მომავალში, რაც არის კარგი შემთხვევა. არის შემდგომ უკვე გარკვეული პერიოდის შემდგომ მოსული, ესე ვთქვათ, კარმა, რაც შეიძლება როგორც წესი გულისხმობდეს, ან მიახლოებით 40 დღეს, ან მიახლოებით 9 თვიდან 1 წლამდე ვადას. და ასევე არის გარკვეული ციკლებიც, აი მაგალითად როგორიც არის სატურნის მობრუნება, რომელიც სხვათა შორის ხშირად აგებს პასუხს სწორედ კარმაზე, სწორედ ამ საკითხებზე, სამართალზე, რაც შესაძლოა მაგალითად 29 წელიწადში ერთხელ მოხდეს. შესაბამისად, ამიტომ არის აი მაგალითად რომ ზოგჯერ ადამიანებს აქვთ ხოლმე ის გარკვეული რაღაც კონფლიქტური პროცესები პირად რუკაში, ასტროლოგიურ დონეზე ვამბობ, ან შესაძლოა რომელიმე პლანეტების, ესე ვთქვათ, უსიამოვნო კვეთა კონდეთ, ან რომელიმე პლანეტის ესეთი შემოbrunება და აი იმ მომენტში არ ტყავს ხოლმე რატომღაც ყველაფერი ერთად და ჩემი ვარაუდით არის ეს ყველაფერი დაკავშირებული სწორედ ამასთან, ანუ დაგროვილი ვალები თუ იქამდე არ იქნა გადახდილი, მერე უკვე აი ამ ვადაში ხდება. და რა თქმა უნდა არსებობს უვადო, ანუ ისეთი ტიპის კარმა და ისეთი საზღაური, რომელიც შესაძლოა მოვიდეს ყველაზე ცუდ მომენტში და ეს არის ყველაზე ცუდი შემთხვევა. ეხლა კი ვისაუბროთ რატომ. ნახეთ როგორი რაღაცაა, თუ კი ადამიანი იმ წუთშივე მიიღებს საზღაურს, თუ კი ის იმ წუთშივე
იგემებს უკუცემას, ეს არის საუკეთესო შემთხვევა, რადგან ის იქვე მოიშორებს ამ პრობლემას. მოილევს რა მარტივად რო ვთქვათ, მოსახდელს, მოიხდის და დამთავრდა. როგორც წესი, მალევე მიღებული უკუცემა არის ყველაზე სუსტი. იმიტომ რომ მარტივად რო ვთქვათ, ერთია და დამთავრდა ამით. რა დროსაც წლების მანძილზე თუ კი დააგროვე, მერე ერთიანად რომ მოვა ეს ტალღა, იმისატანა უკვე ძალიან ძნელია. რაც შეეხება იმას თუ რატოა უვადო კარმა, ესე ვთქვათ, ყველაზე ცუდი შემთხვევა. ნახეთ როგორი რამეა, ეს უფრო ხშირად გვხდება ხოლმე შავმაგებთან სხვათა შორის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ადამიანებთანაც შეიძლება მოხდეს. არიან გარკვეული ადამიანები, განსაკუთრებული, მოდი ესე ვთქვათ, თუ ვინათ უწოდოთ მათ განსაკუთრებული გარეწრები, ეს შეიძლება იყოს დამნაშავეები, არალეგალური ბიზნესებით დაკავებული ადამიანები და ასე შემდეგ და შავი მაგები. რომლებსაც რაღაც მფარველობს. მოდით ესე დავარქვათ. ის ძალა, რომელიც მათ მიღმა დგას, მათ მფარველობს. არსებობს გარკვეული დაცვის მექანიზმი, რომელიც აი ამ უკუცემის მიღებას არ აუქმებს ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, შავო მაგებო და გარეწრებო. არავის არ ასწდება ბოლოს არაფერი დამერწმუნეთ ამის მაგალითი. ბევრი გვაქვს საკმაოდ და ყველამ დაინახა ეს გასული წლების მანძილზეც, არ დავაკონკრეტებ სახელებსა და გვარებს, ვისთან დაკავშირებით, მაგრამ გამგები გაიგებს. ნახეთ როგორი რამეა, ყველა ვარიანტში მოდის საზღაური. რატო? იმიტომ რომ ეს არის ფიზიკის კანონი, ქმედებას მოყვება, უკუქმედება და დამთავრდა. ეს როგორნიათ ხოლმე რომ რაღაცით გამოისყიდიან თავს შესაწირით. აი მე სანთელი დავანთე და მორჩა, მე აი საფლავზე არაყი დავასხი. რაში სჭირდება იმ სულიერ სამყაროს შენი არაყი? ხო არ დალევს ღმერთი ამ არაყს, ან ის სანთელი რაში სჭირდება, ხომ? ან ასეც რომ იყოს, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, ხომ? ეს იგივე რომ ვთქვათ, რომ აი მე, იცი, გრავიტაციის კანონს მოველაპარაკე და ეხლა ფანჯრიდან რომ გადავხტები, გავფრინდები. არ დავეცემ. ძალიან კარგადაც დაეცემ, იმიტომ რომ გრავიტაცია ყველასათვის თანაბარია. ასეთი გამონათქვამიც არსებობს, წვიმა ყველას თანაბრად აწვიმს. დამნაშავეებსაც და ბერებსაც და მღვდლებსაც. მარტივად რომ ვთქვათ, აქ არის კანონებზე, კანონზომიერებებზე საუბარი ფიზიკის დონეზე, ანუ იქ არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს. თუმცა როგორც თქვი, ის გარკვეული ძალა არ აუქმებს ამ უკუცემებს, მაგრამ ძალიან წელავს რა. წელავს და როგორც წესი იწელება ეს შემდეგ მომენტამდე პირველი, ან სანამ ეს ადამიანი აღარ არის საჭირო იმ გარკვეული სისტემისათვის. ან იმ მომენტამდე, როდესაც ეს ადამიანი ძალიან დასუსტდება. ეს როგორც წესი არის ხოლმე ან სიბერე, ან გარკვეული სახის დაავადება. და ორივე არის ძალიან საშიში. გარკვეული სახის დაავადების შემთხვევაში, მაგალითად თუ კი მოულოდნელად ადამიანი საწოლად ჩავარდა, ან დასჭირდა მძიმე ოპერაცია და ძალიან ცუდად არის, რა თქმა უნდა, ის კარგავს ენერგიას, რა თქმა უნდა, სუსტდება დაცვა, რა თქმა უნდა, სუსტდება ენერგეტიკული ცენტრები და აი მაგ დროს შემოსული უკუცემა თუ კი ერთიანად შემოვიდა ის ყველა დაგროვებული ვალები, ესე ვთქვათ, შესაძლოა დასრულდეს ფატალურად. სიბერეს კი რაც შეეხება და ადამიანის ბოლო დღეებსა და ბოლო წუთებს, აი ეგ არის ყველაზე საშინელი რეზულტატი ჩემი აზრით და ყველაზე საშინელი ხვედრი ადამიანისათვის, როდესაც ის, ესე ვთქვათ, დაიჯდება სარეცელზე, როდესაც ის დაიჯდება ბოლო წუთებში. აი მაგ დროს ხოლმე მოდის ერთიანად ყველაფერი, იმიტომ რომ მანდ უკვე ჯერ ერთი აზრი აღარ აქვს არაფერს, დამთავრდა, ყველა ვარიანტში უკვე მოდის ვალის გადახდის დრო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ადამიანი სუსტადაც არის ამ დროს და უკვე ვეღარ უმკლავდება მისი ენერგეტიკა ამ ყველაფერს და როგორც წესი, მანდ უკვე ყველაფერი მთავრდება ტანჯვით, წვალებით. დეტალებში არ მინდა შევიდე, გარკვეული მიზეზებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი, ეს არ იქნება ესთეტიური და დადებითი, ამიტომ თავს შევიკავებ. მაგრამ პატარა ისტორიას მოგიყვებით. მე, რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ მაქვს გავთქვა პროფესიული საიდუმლო, მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლო ეხება ძალიან ცუდ ადამიანს და თან ისეთ ადამიანს, რომელიც ცოცხალიც კი აღარ არის, მაგრამ მაინც საიდუმლოდ დავტოვებ ყველაფერს. ამიტომ ცოტათი გადავაკეთებ რაღაც ფაქტებს, მომიტევეთ, თუ მთლად დეტალურად არ მოგიყვებით. ისტორია მოხდა რამდენიმე წლის უკან. მომმართა პიროვნებამ, ვინ იყო ცხადი არ ვასახელებ, რომელსაც ჰქონდა ენერგეტიკული პრობლემები. მე ვცდილობდი მის დახმარებას, ძალიან გძლად არ მოყვედა. მოკლედ გითხრათ, თვითონ არ მიჯერებდა და ყოველ ჯერზე პროცესი იშლებოდა. ფუჭდებოდა რა.
მე სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რატომ. იმიტომ რომ პასუხი იყო იქ დიაგნოსტიკაზე, რომ რაღაცას აკეთებს ეს ადამიანი ცუდს ან რაღაცას აკეთებს არასწორად, რაზეც ამ ადამიანმა, რა ვიცი, თავი დადო მომაჭერითო თუ გინდათ, არაო მე არაფერს არ ვაკეთებოდა. ხო ვინ ვარ ხო იქ ადამიანს ბრალი დავდო რაღაცებში. გარკვეული დროის შემდგომ საბოლოოდ გავწყვიტე ამ ადამიანთან კონტაქტი, იმიტომ რომ მარტივად ვთქვათ, დავიღალე რა იმ სიჯიუტით. ადამიანი არ მიჯერებს, როცა მე მის დახმარებას ვცდილობ, შესაბამისად მე მას აღარ ვეხმარები. ხა სად მაქვს ხო იმის თავი ან იმის დრო ან ენერგია, რომ ვეჯდე ადამიანს თვეობით და წლობით და მისი გაფუჭებული ვასწორო, ხო მარტივად რო ვთქვათ. საბოლოოდ რაღაც დრო გავიგე რომ ეს ადამიანი გარდაცვლილა. თან სამწუხაროდ გარდაიცვალა ძალიან ცუდად. დეტალებს რა თქმა უნდა ვერ მოვყვები, იმიტომ რომ შეიძლება თუნდაც ბავშვი გვისმენდეს ან ძალიან გრძნობიარე ადამიანი, მაგრამ დამიჯერეთ ცხოვრება ისე დაამთავრა, კინოფილმებშიც შეიძლება არ გქონდეთ ნანახი მსგავსი რაღაცები. ერთ სიტყვით ძალიან დიდი ტანჯვით დაასრულა სიცოცხლე ამ საწყალმა ადამიანმა. როგორი რაღაც ხდება, იცით, რაღაც მომენტში კი მართალია თავს არ გრძნობდი დამნაშავედ, მაგრამ აი ცოტა ისეთ ფიქრები მქონდა, რომ აი იქნებ შემეძლო რაღაც კიდე სხვანაირად დავლაპარაკებოდი, იქნებ რაღაცა ვერ ამოვხსენი, რაღაც ვერ გავიგე თქო, იქნებ შეიძლებოდა შველა. ძალიან ბუნებრივია რა ეს პრინციპში, ეს ფსიქოლოგებსაც გვაქვს, ეზოთერიკოსებსაც, შეიძლება ექიმებსაც გქონდეთ, სამართალდამცავებსაც და ასე შემდეგ. ადამიანებთან რომ მუშაობ ზოგადად არის რა ესეთი მომენტები, რომ გიწევს რა მსგავს რაღაცებზე ფიქრი. რაღაც დროის მერე შევიტყვე, რომ ეს ადამიანი თურმე ჩემი მისამართითაც აკეთებდა ცუდ რაღაცებს, აღმოჩნდა რომ შავი მაგიით არა უბრალოდ როგორ გითხრათ შავი მაგიის მსხვერპლი, არამედ შავი მაგიის დიდოსტატი ყოფილა თვითონ თურმე. და ზუსტად რამდენიმე დღეში მოხდა ესე ძალიან საოცარი ამბავი. მომმართა რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ერთმანეთთან არაფრით არ იყო დაკავშირებული, არც იცნობდნენ ერთმანეთს, ერთ დღეს ჩამენიშნა ესე ზედიზედ რამდენიმე კონსულტაცია. ფაქტობრივად ერთ ადამიანს დაველაპარაკე ქავთიშეზარი, მეორეს, მესამეს ესე მიეწყო. და საოცარი დღე იყო იმით, რომ ყველა ამ ადამიანთა შორის მიყვებოდა ვიღაც პიროვნებაზე, რომელთანაც ისინი მივიდნენ იქ. ერთი ტაროს გასაშლელად, მეორე რაღაც საქმეზე. ერთ ადამიანს ამან გააყიდინა ქონება, მეორეს ვალები ააღებინა, მესამეს ჯადოები გაუკეთა კიდე იმის ქმარს თუ შეყვარებულს თუ ვიღაცას უკეთა რაღაცები. ერთ სიტყვით, საოცარი ამბები მოვისმინე პირდაპირ. და იმან დავრწმუნდი, რომ სამყარო ნამდვილად არის სამართლიანი. ხო, აი უკვე ბოლო წუთებში ამ ადამიანის ენერგეტიკამ და უკვე მისმა სხეულმა ვეღარ გაუძლო უკუცემას. ასე რომ ეს ისტორია უნდა იყოს გაკვეთილი აბსოლუტურად ყველა ადამიანისათვის. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ჩემი მსმენელი გინდა თუ არა შავი მაგიით კავდება, უბრალოდ მაქვს საუბარი იმაზე, რომ აი ეს დაგროვებული ენერგეტიკული ტვირთი არის ყოველთვის ბევრად უარესი, ვიდრე ის მომენტები, როდესაც დროულად მოდის საზღაური. მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი შემთხვევები არის იშვიათი და მსგავსი რაღაცები ემართებათ მხოლოდ უკიდურესად ბოროტ და უკიდურესად ცუდ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ესეთ ადამიანებს ბევრს არ იცნობთ და გისურვებთ ცხოვრების ბოლომდე ვერც გაიცნოთ ასეთი საოცარი ადამიანები და ასეთი საინტერესო შემოქმედებით დაკავებული პირები, რა თქმა უნდა, ბჭყალებში. მაშინ და მე ამაზე ჩვენი ვიდეო უნდა დავასრულო ახლა. დავხედე წამზომს და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მისაუბრია, საკმაოდ დიდი ვიდეო გამოვიდა. ასე რომ მომავალში კიდევ ვისაუბრებ მსგავს თემებზე და კიდევ უფრო დეტალურად ჩავშლი გარკვეულ სხვა საკითხებსაც. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ, იმედი მაქვს ის თქვენ დაგეხმარებათ, იქცევა გონების საზრდოთ და ვიღაცას მაინც მოუტანს რაიმე სახის სარგებელს. თუ კი გექნებათ რაიმე კითხვები, დამიწერეთ კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. ხოლო თუ გსურთ რომ მეტი ისწავლოთ, მაგალითად დავეფლოთ ფინანსურ მაგიას, თავდაცვით მაგიას, სხვადასხვა თავდაცვითი მაგიის ფარგლებში ზუსტადაც რომ ვსწავლობთ თავდაცვას ნებისმიერი სახის ენერგეტიკული დაზიანებებისგან და მათ შორის ცუდი ადამიანებისგანაც, რომელზეც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში ეწვიეთ ჩვენ საიტს grimoire.g, სადაც იხილავთ დეტალურ აღწერას თითოეული ონლაინ კურსის. ხოლო თუ გსურთ
პირად კონსულტაციებზე, ტაროს სესიებზე ან ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზე ჩაწერა მომმართეთ პირადში. ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე და ვიდეოს აღწერაშიც. დროებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს.